საქართველოს ნაკრების ბიჭებს მიმართ ფეხბურთში ნაწყენები ყოფილან ზოგიერთი რომ გულშემატკივრები ცოტა ყავდაო და რაოდენობა მიკლო ხო და ამინდა გითხრათ იცით მე თქვენი გულშემატკივარი ვარ თქვენი უფრო თქვენი არა ვიდრე ამას გეტყვით მოკლედ გულშემატკივარი ვარ მეც რა და თან ისეთი რომ მანქანით ჩამოვიდი გერმანიაში და პორტუგალიასთან რომ მე გულშემატკივრა თქვენთვის და ისა რა ქვია ერთი ღამე მასე მეძინა თუ ორი ღამე სტადიონის იმაზე რა ქვია სადგომზე მაგფულით 2 წელი გადავხდიდი სწავლის ფულს ჩემ შვილიშვილებს მაგრამ არა თქვენთან ჩამოვედი რომ თქვენთვის მხარდაჭერა მომეცა და 30000 პორტუგალიელის შუაში ვიჯექი და ვღრიალებდი საქართველოს უფრო გადიდგულებული ხო და რა მინდა გითხრათ ბიჭებო იცით რომ როდესაც ჩვენ საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობთ ჩვენ კონკრეტულად თქვენ კი არ გულშემატკივრობთ რომელიმე ფეხბურთელს ან ამ სპორტის სახეობას კი არ გულშემატკივრობთ ჩვენ გულშემატკივრობთ საქართველოს ჩვენ ქვეყანას რომელიც ყოველი ჩვენთაგანით შედგება როდესაც რომელიმე თქვენგანი გაიბწყინებს რომელიმე საზღვარგარეთულ გუნდში და ჩვენ დღე და ღამეს ვათენებთ რომ თქვენი თამაშები ვნახოთ ხან ღამის 12 საათზე ხანავათ რო ვართ და არ ვიძინებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ღრიალებთ და გულშემატკივრობთ რომელიღაც ევროპულ გუნდსაც თქვენ თამაშობთ იქაც თქვენ კი არ გულშემატკივრობთ პირადად უფრო მეტად რა თქმა უნდა თქვენ როგორ არ გულშემატკივრობთ მაგრამ უფრო მეტად თქვენ კი არ გულშემატკივრობთ და ვიღაცებას კი არ გულშემატკივრობთ რა ქვია გენუას ბარსელონას პირობითად იქაც საქართველოს გულშემატკივრობთ მიხვდით ანუ თქვენ არ ვჩერ პატარები იყავით მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ბევრი ქართველი არ გულშემატკივრობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს სადაც ქართველები თამაშობდნენ გამიგეთ და როდესაც ეს ნაკრები თამაშობდა სადაც ქართველებიც თამაშობდნენ ბევრს უხაროდა როცა ეს ნაკრები წააგებდა თქვენ გინდა თქვათ რომ ჩვენ რომელიმე თქვათ არ გულშემატკივრობდით აკიფიანს საგუცაევს არ მაჩაიძეს არ ვინმეს მაგრამ ძალიან ბევრს გვიხაროდა რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებმა წააგო მიუხედავად იმისა რომ ქართველები თამაშობდნენ და ერთხელ როდესაც სპარტაკმა ითამაშა ვიღაცის წინააღმდეგ თბილისში ევროპის თასებზე მთელი სტადიონი საბჭოთა კავშირის დროს გულშემატკივრობდა არა სპარტაკს მოსკოვის არამედ აი გუნდს აღარ მახსოვს რა გუნდი იყო და მთელი სტადიონი იმ გუნდის სახელს გაიძახებდა ასე რომ როდესაც ჩვენ არ უბალეშიკობთ არ გულშემატკივრობთ და ბოდიში უსულისატყვისთვის მაინც საბჭოთა კავშირში ვარ გაზრდილი და მაგის ხსენებაზე აქვე დავამატებ არ გულშემატკივარი შემოგაკლდათ იცით რომელი გულშემატკივარი შემოგაკლდათ ძმებო საბჭოთა კავშირის ნაკრებს რო არ გულშემატკივრობს აი ეს გულშემატკივარი დაგაკლდათ და საკმაოდ დიდი აღმოჩნდა მათი რიცხვი